25 წლის ავიყავდოთ აი საქმე დავიწყე. ტექნიკუმი დავამთავრე, მე ის არ მინდოდა ის ტექნიკუმი მეც ეს დავიწყე. ჩვენი ოჯახი ძირითადად სულ ამ საქმეზე იყო, პაპები, ჩემი პაპა, იმის მამა, იმის პაპა, ესენი სულ ამ საქმის მიმდევრები იყვნენ. მე და ჩემი შვილი გავაგრძელებთ, მამა ჩემის უკვე ძალიან მოხუცე და აღარ შეუძლია. ვაკეთებთ რავი, წყლის ჭურჭელს, ღვინის ჭურჭელს, ფიალებს, ყვავილის ქოთნებს. ძირითადად ეს მაინც ჩვენი კახური ფიზიკური ჭურჭელი წყლისთვის და ღვინისთვის. ყულაბებია მაგალითად. სულენერებსაც ვაკეთებთ, თოლიებსაც ვაკეთებთ. ესენი არის მაწვნის ქილები. ესენი შეკვეთები არის. ეს წყლის ჭურჭელია დოქია, ეს არის საღვინე, ხელადები ქვია ამას. ფიზიკური ჭურჭელი ესაც. ესაც წყლისა კოკურა ქვია ამას. ეს ჭინჭილებია. თუმცა მძიმე შრომა არის. ძალიან გამღლელია. მიწა სანჭიდილი ძალიან ძნელია. აი როცა ვარჩევ და ვზელავ, მაშინ ვიღლებდი, იქ რო ვზივა და ვაკეთებ, მაშინ ვისვენებ. აი გაკეთების დრო, აი რო დავჯდები და გავაკეთებ. დაახლოებით 15-20 წუთი უნდა. მე უნდა ეს კარგად გაშიეს, ეს ფლიანტ, ეს რო შევა, მეორე დღეს ვაბავ ამას. ფლიანტ რო გაშიეს დაახლოებით. სულ რო გაშიეს 2 კვირა მაინც უნდა და 2 კვირის შემდეგ ვაწყობ ქურაში და 2 დღე უნდა აი ეს თბილი ნელ-ნელა შევაჩვე და მესამე დღეს 8 საათი ძლიერი ცეცხლი და უკვე გამომწვარია. აი ეს არის ქურა, სადაც გამშრალ ჭურჭელს აქ ვაწყობთ, წვავთ. აშენებულია აგურით, გამოყენებული კრამიტით, ჩადის 500 ცალი, დიდი და პატარა, ყველა ზომის, სხვადასხვა ზომისა. ხასაკიდი ბაზარი ჩვენთან ბორბისხევში ბაზარია კვირაობით. მან დავყიდეთ ხოლმე. ადრე სოფლებშიც დავქონდა ხოლმე გადაცვლაზე, მაგრამ ხლა გაჭირდა უკვე აღარ არის ისეთი ის აღარა აქვს. ყველაზე კარგად იყიდება აი ესენი. ესენი ბავშვებისთვის ფიალების ყიდვა უყვართ და აი ესენი უყვართ ძალიან. ეს არის განსხვავებული ღვინის სასმისი, პაპაბები ასე ძახიან. იქით მოიგონეს არბოშიკელებმა ეთყობა, იქიდან მოდის. ჯერ აქ ჩაასხავენ, მე დააფარებენ ესე, აქ ჩაასხავენ, აქედან დალევენ, მე აქედან დალევენ და ეხლა ძალიან გამრავალდა ბუხრებს აკეთებენ სახში, იმის მოსართავად რაღაცებს ყიდულობენ ხოლმე. ბევრმა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბოთლი უკვე საზიანოა და ეს უნდა იყიდოს და აი თუ რაღაცნაირად კიდე მივიდა ხალხი იმ აზრზე, რომ ის ბოთლი არ ვაკეთებს იყიდონ, მე ალბათ იქნება რაღაცა.